ფიქრობენ კაცები ქალების შესახებ, ეს კითხვა ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს გაჩენია, განსაკუთრებით საინტერესოა ქალთა დღეს მათი დამოკიდებულებებისა და აზრების გაზიარება. სალომე ჯიჯელოვამ შეკრიბა დილის გადაცემის მთავარი კაცებიც, მათ შორის ჩვენი გიორგიც და სწორედ ახლა მოვისმენთ კითხვებზე პასუხებს თუ რას ფიქრობენ ჩვენი წამყვანი მამაკაცები ქალების შესახებ. ნახოთ. შუბიარობას დავესწარი ბოლო. წარმოიდგინე და ყველაფერი ნახე იქ რა ის ატანას მოუწია საუკეთესო გაკვეთილი მიიღო გიორგი. ო და აი გამარჯობა შენ. და შენ თუ გექნება ამის შესაძლებლობა. მე მაგას ვერ გადავიტანა. გადაიტან. საყვარელო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა დღეს. სამი თვისება, რომელსაც ქალში ყველაზე მეტად აფასებ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს მეგობრული, ეს თვისება გააჩნდეს, იყოს ბუნებრივია მოსიყვარულე და რა თქმა უნდა ერთგული. გეთანხმები აჩო 100%-ით გეთანხმები. გიორგი, თქვენ რა სიტყვით? ხო, იდეაში მე ძალიან მინდოდა რომ სხვა რაღაცეები მეთქვა იდეაში, მაგრამ ერთგულებას და მეგობრულობას ვერ გავექცევთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა წარმატებული, ლამაზი, მაგარი გოგო ქალბატონი იყოს, აუცილებლად იყოს ძალიან უბრალო ადამიანი. ბიჭები ახლა მიხვდებოდა მაყურებელი რომ რაღაცა თავიანთი მეუღლეების და რჩეულების პრიზმიდან გამომდინარე მსჯელობენ და მე აბა შენ საიდან გამომდინარე იქედან გამომდინარე რომ მე ჯერ მარტო კაკალა დავიარები ამ ქვეყნად თავისთავად ცხადია ჩემი მთავარი სწორება არის ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან ქალბატონზე ჩემს ცხოვრებაში ეს არის დედაჩემი და აქედან გამომდინარე ვიტყვი ეს არის ალბათ ქალებში დედაჩემშიც და სხვა ქალბატონებშიც სხვა დედებშიც და არა მხოლოდ მომწონს რაღაცნაირად ეს თავგანწირვის განუსაზღვრელი შესაძლებლობა სიყვარულის გაცემის უნარი საოცარი და ემპათიურობა. რაზე კამათობთ ყველაზე ხშირად თქვენი ოჯახის წევრ ქალთან, დედასთან და მეუღლესთან? დაპირისპირება ჩემს მეუღლესთან არის ხოლმე. ჩემი მეუღლე არის კაცრი ჩვენი შვილების მიმართ. მე რაც არ უნდა მითხრას, ანდრია ძალიან პატარაა, ვერაფერს ვერ მეუნება 6 თვისამ. ანიტა რასაც მეუბნება, ყველაფერს უსრულებ. მია ამას მეუბნება ხოლმე, რომ შენ კაი მამა გამოდიხარ და მეო ძალიან ბოროტი დედა გამოდივარო. რაზე ვკამათობთ? უცბად რაც მახსენდება. აი რო გვინდოდა სიტყვაზე, როდესაც სახზე იყო საუბარი და მე სიტყვაზე აგარაგზე თუ რაღაც ნუ დაიწყებდა რომ იცი რა სასურველია რომ 4 საძინებელი იყოს და პირველად მე ვიწყებდი რატომ უნდა იყოს 4 საძინებელი. 3 არა, ბარემ 4 იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვინდა ბავშვს უნდა, ძიძას უნდა, სტუმარი რო დარჩი. აი ხო არაფერი. თუ კი რამეზე გვიჩხუბია ეს არის. ჩემთან უფრო ესეთი ეგზისტენციალური კამათები მიდის ხოლმე ეგზისტენციალურ თემებზე. რა იქნება თქვენი აზრით? მე იყვანე ცოლი, მე იყვანე. ხო, თავისთავად. ცოლი მე. ისე საცოლე ბიჭი კი ხარ უკვე შენ და მაშია ზაკო. ოღონდ ნუ ესეც რა თქმა უნდა ეხა ისინიც კარგად აცნობიერებენ რომ მე როცა გადავწყვეტ, მაშინ რა თქმა უნდა. მაშინ მე ვიყვან ცოლს. თუ საიდუმლო არაა, რა მოგწერათ ბოლოს ოჯახის წევრმა ქალმა, მეუღლე ან დედამ? ნახავთ. ერთი წუთით. ბიჭო, საწავიდე. ტელეფონი მოხგვარეთ გიორგის. მეუთხარი ვაგვიანებ მეთქი. როსტავიორში მეთქი და სუხერხური სიტუაცია და ვაიმეო, ასწრეფო მერეო. მე ბოლოს მომწერა გუშინ დილის ვის ნახევარზე დედამ, ძალიან დიდი მადლობა დედა, რომ მიუხედავად იმისა ეთერში არ ვიყავი გამაღვიძე, მაგრამ აი რა მომწერა. გუშინ ხო ჩემი ეთერი იყო წესით. აჩო მთხოვა გადამიცვალეო. რომ ვერ დამინახა ტელევიზორში. ზუ, რატომ არ ხარ შენ დღეს ეთერში? ხო კარგად ხარ დე და გულები. ნუ ძირითადად ეს არის ხოლმე ისე მღელვარება. ყოველ დილას უყურებს შენს გადაცემას. ხო, თავისთავად. ბოლო მოწერილი არის რაღაც თემაზე საუბრობდით და ბოლო არის რატო და ჯერ არ გაუღვიძია, ამიტომ მზეები გავუგზავნე და იქიდან ჯერ არ მოსვლა. როგორ ფიქრობთ, ქალები უფრო ემოციურები არიან თუ კაცები? ქალები. არა. კი. გააჩნია ქალს და გააჩნია კაცს. ბევრი ქალბატონი მინახავს, ბევრად ნაკლებად ემოციური, ვიდრე მე ვარ მაგალითად
და ბევრი მინახავს პირიქით. ამიტომ ეგ უკვე ძალიან ინდივიდუალურია. აი შეიძლება რაღაცა ვიყო ტირილის ხასიათზე და არ ვიტირო, მაგრამ ქალი თუა ტირილის ხასიათზე, მას ის უფრო მეტ უფლებას აძლევს თავს. გააჩნია ქალბატონსაც თავისთავად ცხადია, მაგრამ რაღაცა ძირითად შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე. ჩემი მეუღლე ძალიან ემოციურია. შეუძლია რომ დღეში 3-ჯერ იტიროს, 5-ჯერ იცინოს, რა ვიცი, მე უცბად იტიროს, იცინოს და ხო ყველაფერი კარგად ხარ. შვილობა. რას ეთყოდი შენთვის ყველაზე ძვირფას ქალს? ჩემთვის ყველაზე ძვირფას ქალს ჩემს დედიკოს ვეთყოდი მადლობას მეც არაფერს და ხო კიდე ერთს რომ მიყვარხარ, უსაზღვროდ მიყვარხარ და მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის შეძელი მთელი ამ ცხოვრების განმავლობაში. თასმაგად დაგიბრუნდეს ყველა ის თავგანწირულობა, რაც გაგიკეთებია ჩემთვის. ჩემ ცხოვრებაში 3 ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონი არსებობს. ეს არის ჩემი მეუღლე, რომელსაც მინდა უთხრა რომ ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ ისე როგორც გვინდა ჩვენ და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. დედა ჩემსაც დიდ მადლობას ვუხმობ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. დედა ძალიან მიყვარხარ და რა ვიცი, ალბათ ვერასდროს ვერ გადავიხდი იმ ამაკს, რაც ჩემზე გაქვს. და ჩემს პატარა ანეტუკას ვეთქვი კიდევ, მამი ძალიან მიყვარხარ და ეხლა შეიძლება არ ნახო ეს ვიდეო და გადართო მაგალითად მაგრამ შეინახეთ საყვარელ ვიდეო იმაზე აკვე მულტფილმზე, მაგრამ აუცილებლად შეინახება და რომ გაიზრდები ნახავ. გეცოდინება რომ ძალიან მიყვარხარ. ბიჭებს დავეთანხმები მასში რომ კი დედით დავიწყებ, რადგანაც მადლობა იმისთვის რომ შენი შვილი ვარ. მადლობა იმისთვის რაც ჩემთვის გაგიკეთებია. ბედნიერი ვარ რომ ხარ ჩემს ცხოვრებაში და მავსებ. რაც შეეხება ჩემს ნუცას, მადლობა რომ ისეთი ხარ, როგორიც ხარ. მადლობა რომ ჩემი შვილის დედა ხარ.